ეს გასწავლეთ თუ როგორ უნდა მოიღოს კვადრატული ფესვი ნებისმიერი რიცხვიდან კალკულატორის დახმარების გარეშე. ამისათვის არსებობს ასეთი ფორმულა. მაგალითად, კვადრატული ფესვი რაიმე არ რიცხვიდან უდრის წილადს, რომლის მრიცხვარიც უდრის 100 + b-ს, ხოლო მნიშვნელში გვაქვს ორი გამრავლებული ფესვი b-ზე. სადაც b აღნიშნავს 100-თან ყველაზე ახლოს არსებულ ისეთ რიცხვს, რომელიც რაიმეს სრულ კვადრატს წარმოადგენს. მოდით განვიხილოთ მაგალითი და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთ გაიგებთ. გამოვთვალოთ, რას უდრის კვადრატული ფესვი 13-დან. ესე იგი, ჩვენს შემთხვევაში ფორმულაში არსებული a უდრის 13-ს. ახლა დავფიქრდეთ, რისი ტოლი იქნება b რიცხვი. როგორც აღვნიშნე, b რიცხვი წარმოადგენს სრულ კვადრატს, ანუ მისი მნიშვნელობა შეიძლება იყოს 4, 9, 25, 100 და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ავარჩიოთ b-ს ის მნიშვნელობა, რომელიც ყველაზე ახლოს მდებარეობს ჩვენს a რიცხვთან, ანუ ამ შემთხვევაში 13-თან. აქ მოცემული b-ს მნიშვნელობებიდან ყველაზე ახლოს 13-თან არის 9 და 16. მათგან კი უფრო ახლოს არის 16. ესე იგი, ჩვენთვის b რიცხვი უდრის 16-ს. ახლა კი შევიტანოთ a-სა და b-ს არჩეული მნიშვნელობები ჩვენს ფორმულაში და გამოვთვალოთ. კვადრატული ფესვი 13-დან უდრის 13-ს დამატებული 16, შეფარდებული ორი გამრავლებული ფესვი 16-დან. გამოთვლის შედეგად მივიღებთ 29 მერვენს, რაც უდრის 3/6. ესე იგი, კვადრატული ფესვი 13-დან ყოფილა 3/6-ის ტოლი. თუ ეს მეთოდი კარგად გაიგე, კომენტარში დამწერე, რისი ტოლი იქნება კვადრატული ფესვი 10-დან.